ჩვენ ვაგრძელებთ ლაპარაკს კულტურის დაფინანსებაზე და განვიხილავთ ახლა კორპორატიულ ფანდრეიზინგს. რა არის კორპორატიული ფანდრეიზინგი? კორპორატიული ფანდრეიზინგი ეს არის ისეთ კულტურის ორგანიზაციის მუშაობა სახსრების მოძიებაზე, ამა თუ იმ კულტურის ორგანიზაციის საჭიროებებზე კორპორატიულ სექტორიდან. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპორატიული სექტორი ეს არის წყარო და კერძო კომპანიები ეს არის წყარო კორპორატიული დაფინანსების. შენატანის სახეობები ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფულადი, პროდუქტი, მომსახურეობა ან ექსპერტიზა. რა ფორმებით მუშაობს კორპორატიული სექტორი კულტურის ორგანიზაციებთან? ამ ფორმის შერჩევა დამოკიდებულია კომპანიის შესაძლებლობაზე, მის ინტერესებზე, კორპორატიულ პოლიტიკაზე და სხვა შიდა კომპანიის მდგომარეობაზე. ფორმებიდან ჩვენ განვიხილავთ სპონსორობას. სპონსორობა შეიძლება იყოს ფულადი სახით, ეს არის ყველაზე პოპულარული სპონსორობა, სპონსორობა ნატურალური ფორმით, ეს არის სპონსორობა, როდესაც კომპანია გამოყოფს თავის პროდუქტს ან თავის მომსახურეობას, თავაზობს თავის მომსახურეობას, ასევე სპონსორობა აქციების, ობლიგაციების და სხვა ფასეული ქაღალდების ფორმით. ამ შემთხვევაში კომპანია გადასცემს კულტურის ორგანიზაციას გარკვეული ნაწილი თავისი ფასეული ქაღალდების და ის დივიდენდები, პროცენტები, რომელიც მოდის აი ამ ფასეულ ქაღალდებზე, ხმარდება კულტურის ორგანიზაციის საჭიროებებზე. საქმელმოქმედო შეწირულობა. საქმელმოქმედო შეწირულობა, ანუ donations, როგორც ამბობენ ინგლისურად, ეს არის აბსოლუტურად უსასყიდლო შენატანი, ფულადი შენატანი, შეიძლება იყოს პროდუქტით შენატანი ან მომსახურეობით შენატანი. ამ შემთხვევაში დონორები არ ითხოვენ არანაირ სარგებელს. პრაქტიკაზე კი დონორები, რა თქმა უნდა, იღებენ გარკვეულ, ვთქვათ, მადლობას აი ამ თავის შემოწირულობებზე, ან ვთქვათ, ინფორმაციის განთავსებას კულტურის ორგანიზაციის საბეჭდ მასალებში და ასე შემდეგ. მესამე ფორმა ურთიერთობის კორპორატიული ფანდრეიზინგის არის კორპორატიული წევრობა. ეს არის წევრობა სპეციალურ კლუბებში ან მეგობრების საზოგადოებებში. Corporate Membership Scheme. რას ნიშნავს ეს? რომ ადამიანი ყოველწლიურად იხდის გარკვეულ თანხას რაღაც სპეციალურ შემოთავაზებების პაკეტზე. ეს თანხა არის როგორც საწევრო. შეიძლება და ამის ნაცვლად, ესე იგი, ის იღებს სპეციალურ შემოთავაზებებს. შეიძლება ეს იყოს რაღაც ფასდაკლებით ბილეთების ბრონირება, შეიძლება ეს იყოს ექსკურსიები, შეიძლება იყოს ეს უფასო გამოყენება ავტოფარეხის, რომელიც იმყოფება და ეკუთვნის კულტურის ორგანიზაციას. კორპორატიული წევრობა არ არის სასპონსორო მხარდაჭერა. ეს არის უბრალოდ საფასური, რომელსაც ადამიანი იხდის იმ მომსახურეობაში, რომელსაც მას თავაზობს კულტურის ორგანიზაცია და ამას არ აქვს კომერციული ხასიათი. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო მეტროპოლიტენ მუზეუმი, ამერიკის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი, სადაც არსებობს მეგობრების საზოგადოება, მუზეუმის მეგობრების საზოგადოება. აქ მინიმალური სტუდენტური საწევრო წარმოადგენს $25 წელიწადში და ამის ნაცვლად ეს პიროვნება სტუდენტებს აქვთ საშუალება უფასოდ შევიდნენ მუზეუმებში, დაესწრონ ახალ გამოფენებს, სხვადასხვა მუზეუმის პროგრამებს. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს უფრო დიდი შენატანი, ვთქვათ, $50, $500, $5000, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე, რა თქმა უნდა, ადამიანს ან ვთქვათ, ორგანიზაციას, რომელიც ამ შენატანს გააკეთებს, ეძლევა უფრო სხვანაირი, ვთქვათ, შემოთავაზებები.
კიდევ ერთი ფორმა ეს არის საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა. ამ შემთხვევაში კულტურის ორგანიზაციები კომერციულ ორგანიზაციებთან ერთად აწყობენ გარკვეულ აქციებს კულტურის ორგანიზაციის სასარგებლოდ. ხელოვნების ნიმუშების შეძენა. ეს ფორმა ძალიან აქტუალურია მუზეუმებისთვის და გალერეებისთვის. იმიტომ რომ ამ ფორმის ფარგლებში კომპანიას, კერძო კომპანიას შეუძლია შეიძინოს მუზეუმისგან ან გალერეისგან გარკვეული ხელოვნების ნიმუში თავის ოფისის გასაფორმებლად. ან მაგალითად შეიძინოს ეს ნიმუში მუზეუმის ან გალერეისთვის გადასაცემად. ეს არის ყველაზე გავრცელებული თანამშრომლობის ფორმები. ასევე არსებობს პროგრამები, თანამშრომლობის პროგრამები. ეს არის matching gift, ამერიკული პროგრამა და pairing scheme, ინგლისური პროგრამა. რას ნიშნავს matching gift? აზრობრივად რომ გადავთარგმნოთ ეს არის წილობრივი შევსება და pairing scheme ეს არის ორმაგი მონაწილეობის სქემა. ეს პროგრამები ამ პროგრამების საფუძველში ძევს ერთობლივი დაფინანსების პრინციპი. პირველ შემთხვევაში ეს არის კომპანიის თანამშრომლების დაფინანსება და თვით კომპანიის დაფინანსება და მეორე შემთხვევაში ეს არის კომპანიის სპონსორის დაფინანსება და სახელმწიფოს დაფინანსება ერთად. როგორ მუშაობს ეს პროგრამები? Matching gift მუშაობს შემდეგნაირად. კომპანია მხარს უჭერს იმ თანამშრომლებს, რომლებიც თქვათ აკეთებენ გარკვეულ შემოწურულობებს კულტურის ორგანიზაციის სასარგებლოდ. ეს შეიძლება იყოს პატარა თანხები, მაგრამ ამის სანაცვლოდ ეს პიროვნება იღებს საბუთს, რომ მან გააკეთა ეს შენატანი. ამ საბუთის წარდგენის მერე კომპანია ამატებს 100%-დან 200%-მდე ამ თანხიდან კომპანიის სასარგებლოდ, კულტურის კომპანიის სასარგებლოდ. Pairing scheme ეს არის პროგრამა, რომლის ინიციატორიც არის სახელმწიფო. ორგანიზაცია, ხელოვნების კულტურის ორგანიზაცია თავის სპონსორთან ერთად ხელოვნების კულტურის ორგანიზაციას თავის სპონსორთან ერთად აქვს უფლება შეიტანოს სახელმწიფო გრანტზე პროექტი. როგორ ხდება ეს? მაგალითად, კულტურის ორგანიზაციას აქვს რაღაც კარგი საინტერესო პროექტი, მაგრამ სპონსორი აძლევს ნაწილობრივად აფინანსებს აი ამ პროექტს, აძლევს გარკვეულ თანხას და ის თანხა, რომელიც აკლდება ამ პროექტს, უკვე შეიძლება იყოს მოთხოვებული სახელმწიფოსგან გრანტის სახით. რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური ხელოვნების მხარდაჭერის ფორმად ითვლება სპონსორობა. მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სპონსორის აქტიურობაზე. ეს ფაქტორები არის ობიექტური, ანუ გარე პირობები და სუბიექტური, სპეციფიური შიდა პირობები, ორგანიზაციის შიდა პირობები. განვიხილოთ ეს ფაქტორები. ობიექტური ფაქტორები. ეს იქნება ეკონომიკური სიტუაცია, სახელმწიფო პოლიტიკა, სასპონსორო ტრადიციების არსებობა, ადგილობრივი სპეციფიკა, კონკრეტული პერიოდის პირობები. სუბიექტური ფაქტორები ეს არის კომპანიის სასპონსორო პოლიტიკა, კადრების პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა, წინა თანამშრომლობის ისტორია და კონკრეტული პერიოდის პირობები. განვიხილოთ ეს ფაქტორები. ობიექტური ფაქტორები, ეკონომიკური სიტუაცია. რა თქმა უნდა, სპონსორობაზე ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში, სახელმწიფოში. როდესაც ეკონომიკური სიტუაცია არის სტაბილური, ესე იგი, კერძო სექტორს აქვს სტაბილური შემოსავალი.
ამიტომ კერძო სექტორი ამ სიტუაციაში ახორციელებს ხანგრძლივ სასპონსორო ურთიერთობებს და აფინანსებს კულტურას და ხელოვნებას. მაგრამ როდესაც არის კრიზისული სიტუაციები და ვარდნა ეკონომიკაში, ეს რა თქმა უნდა რაღაცნაირად აკლებს იმ მასშტაბებს, სასპონსორო მასშტაბებს, აქ ხდება ვარდნა და კომპანიები ნაკლებად აფინანსებენ კულტურის და ხელოვნების ორგანიზაციებს. სახელმწიფო პოლიტიკა ხელოვნების სფეროში. სახელმწიფო პოლიტიკა ხელოვნების სფეროში ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სპონსორობაზე. იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია, ეს დაფინანსების სისტემა დამოკიდებულია სახელმწიფოს იდეოლოგიურ კურსზე. მაგალითად, საბჭოთა კავშირში იყო 100%-იანი დაფინანსება, კულტურის დაფინანსება. ამერიკაში პირიქით ხელოვნება პრაქტიკულად არის თვით დაფინანსებაზე. და აი ამ შემთხვევაში, როდესაც ხელოვნება არის პრაქტიკულად თვით დაფინანსებაზე, ჩვენ გვჭირდება რაღაც მექანიზმები, რომლებიც მოგცემენ საშუალებას მოვიზიდოთ უფრო კარგად არაბიუჯეტური საფინანსო წყაროები. ამისთვის უნდა იყოს გამომუშავებული სპეციალური სახელმწიფო მექანიზმები. ეს მექანიზმები შეიძლება იყოს ფინანსური პოლიტიკა, სახელმწიფოს ფინანსური პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა, კანონმდებლობა და სპეციალური წამახალისებელი პროგრამები. ფინანსური პოლიტიკა. იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო თითქმის სრულად აფინანსებს კულტურას, იქ არ არის აუცილებელი და არ წარმოადგენს საჭიროებას არასაბიუჯეტო თანხების მოძიება. ეს თემა არ არის აქტუალური. და ეს მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ფრანგულ მოდელში, ცენტრალიზებულ ფრანგულ მოდელში, დაფინანსების მოდელში. ეს შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ კონტინენტალური ევროპის დაფინანსების მოდელში. მაგრამ იქ, სადაც სახელმწიფო ნაკლებად სუბსიდირებს კულტურას და ნაკლებად აფინანსებს კულტურას, აი აქ უკვე აქტუალურია არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება. როგორც არის ვთქვათ, საერთო ამერიკაში და როგორც არის ინგლისში, ავსტრალიაში და კანადაში. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი სპონსორობის აქტივობისთვის არის საგადასახადო პოლიტიკა. ანუ აქ ლაპარაკია საგადასახადო კანონმდებლობაზე, სადაც სპონსორ ორგანიზაციებს აქვს გარკვეული შეღავათები, საგადასახადო შეღავათები. ამ შეღავათების ხარჯზე სპონსორი, რა თქმა უნდა, უფრო კარგად, უფრო თავისუფლად აფინანსებს კულტურის ორგანიზაციას. მაგალითად, როგორც ხდება ამერიკაში. ამერიკაში თუ შენ აფინანსებ კულტურის ორგანიზაციას, შენ გაქვს ძალიან სერიოზული საგადასახადო შეღავათები და პრაქტიკულად ეს თანხა, რომელიც უნდა წასულიყო საგადასახადოს ფორმით სახელმწიფოს ბიუჯეტში, ეს თანხა მიდის კულტურის განვითარებაზე. მაგრამ თუ ქვეყანაში არ არის გათვალისწინებული ეს საგადასახადო შეღავათები კომპანიებისთვის, კერძო კომპანიებისთვის, ეს სერიოზულად აფერხებს სასპონსორო საქმიანობის განვითარებას და ამიტომ ამ ქვეყნებში სპონსორობა არის ძალიან დაბალ დონეზე. სპეციალური წამახალისებელი პროგრამები. სპეციალური წამახალისებელი პროგრამები ეს პრაქტიკულად არის ის პროგრამები, რომელიც ეყრდნობა სარგებელზე სასპონსორო კომპანიებისთვის.
შემდეგი ობიექტური ფაქტორი, რომელიც ახდენს გავლენას სასპონსორო აქტიურობაზე, ეს არის არსებობა ან არარსებობა მყარი სასპონსორო ტრადიციების. თუ ქვეყანაში არ არის სასპონსორო ტრადიციები, ეს რა თქმა უნდა ზეგავლენას ახდენს სასპონსორო საქმიანობაზე. თუ ტრადიციები არსებობს, ანუ არსებობს ტრადიცია პარტნიორობის, ბიზნესის და ხელოვნების, სპონსორობა ამ შემთხვევაში, სასპონსორო საქმიანობა არის ნორმა ამ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად ამერიკა ამ შემთხვევაში. სასპონსორო საქმიანობა კომპანიებს აქვს პროფესიული საფუძველი. ეს არის კარგად განვითარებული სასპონსორო პოლიტიკა, პროფესიონალიზმი კადრების, იმ კადრების, რომლებიც ვთქვათ, მუშაობენ სპონსორობაზე ორგანიზაციაში და ან ადგილობრივი სპეციფიკა, ანუ ნაციონალური სპეციფიკა. ეს არის კონკრეტული ქვეყნის პირობები ან თავისებურებები. ეს შეიძლება იყოს ენობრივი ან კულტურული სხვაობები ერთი ქვეყნის ფარგლებში, რაც მაგალითად ზეგავლენას ახდენს თეატრზე. ეს შეიძლება იყოს რაღაც პრიორიტეტული ხელოვნების, ტრადიციული ხელოვნების სახეობები, მაგალითად კრაფტი, აი როგორც ვეძახით ჩვენ. შეიძლება იყოს ტრადიციული ადმინისტრატიული დაყოფა. აი ამ შემთხვევაში ტრადიციული ადმინისტრატიული დაყოფის დროს ძალიან განვითარებულია ლოკალური სპონსორობა ადმინისტრაციული ერთეულების საფუძველზე. და ბოლოს კონკრეტული პერიოდის სპეციფიური პირობები. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური მოვლენები ქვეყანაში, დიდი ღონისძიებები ნაციონალური მასშტაბის. რა იგულისხმება პოლიტიკურ მოვლენებში? ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, წინასაარჩევნო კომპანიები, ეს შეიძლება იყოს რაღაც სახელმწიფო დღესასწაულების აღნიშვნა და ასე შემდეგ. და დიდ ნაციონალურ ღონისძიებებს შეიძლება იყოს ფესტივალები, შეიძლება იყოს, ვთქვათ, მაგალითად თბილისობა საქართველოში, ესეც არის დიდი ნაციონალური ღონისძიება. აი ესეთი კონკრეტული პერიოდები ზეგავლენას ახდენენ სპონსორობის აქტიურობაზე. განვიხილოთ სუბიექტური ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სასპონსორო აქტიურობაზე. პირველი ეს არის კომპანიის სასპონსორო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, კომპანიის სასპონსორო საქმიანობაზე, ანუ მასშტაბებზე ამ სასპონსორო საქმიანობის და მიმართულებაზე ამ სასპონსორო საქმიანობის ზეგავლენას ახდენს სასპონსორო პოლიტიკა, კომპანიის სასპონსორო პოლიტიკა. დიდ კომპანიებში და ბევრ საშუალო კომპანიებში არსებობს თავისი სასპონსორო პრიორიტეტები. ეს შეიძლება იყოს და რა ახდენს გავლენას აი ამ პრიორიტეტებზე? პირველ რიგში ეს არის კომპანიის მასშტაბი, ეს არის საქმიანობის სპეციფიკა, ეს არის საქმიანობის გეოგრაფია, ეს არის სამიზნე ბაზარი და ბოლოს ეს არის ხელმძღვანელის პირადი დამოკიდებულება. კომპანიის მასშტაბი. პატარა კომპანიებს აქვს ძალიან პატარა სასპონსორო ბიუჯეტი. მაგიტომაც ისინი აფინანსებენ ხშირ შემთხვევაში კულტურის ლოკალური დონის კულტურის ორგანიზაციებს ან იღებენ მონაწილეობას რაღაც ერთჯერად პროექტებში. მსხვილი კომპანიები ამ შემთხვევაში აფინანსებენ უკვე დიდ პროექტებს, იმიტომ რომ აქვთ საკმაოდ სერიოზული და დიდი სასპონსორო ბიუჯეტები. საშუალო კომპანიები ასევე ზოგ საშუალო კომპანიას ასევე აქვს დიდი სასპონსორო პოტენციალი. და ამიტომ ეს აძლევს მათ საშუალებას უფრო კარგად
დაამყარონ ურთიერთობა საზოგადოებასთან და გამყარდნენ ბაზარზე. ეს დიდი სასპონსორო ბიუჯეტი აძლევს საშუალებას კომპანიას დაამყაროს კულტურის ორგანიზაციასთან ხანგრძლივი ურთიერთობა, რის საშუალებით ის აიმაღლებს აუცილებლად თავის იმიჯს და შესძლებს თავის ბრენდის დაწინაურებას. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა. ამაზე არის დამოკიდებული სპონსორობის საქმიანობის მიმართულება. მაგალითად, კომპანიებს, რომლებსაც აქვთ რომლის წარმოებაც აზიანებს გარემოს ან ვთქვათ მავნეა ჯანმრთელობისთვის, ეს კომპანიები არის მაგალითად ნავთობ კომპანიები, ავტო კომპანიები, ალკოჰოლის კომპანიები, თამბაქოს კომპანიები. ამ კომპანიებს აქვს საკმაოდ სერიოზული სასპონსორო ბიუჯეტი და ისინი ხარჯავენ ამ თანხას იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს ნეგატიური იმიჯი, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, აამაღლონ და აფინანსებენ ძირითადად ესეთ მიმართულებებს, როგორიც არის ეკოლოგია, ჯანმრთელობა, კულტურა, სპორტი. და არის კომპანიები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს მაგალითად და არ აქვთ სასპონსორო ინტერესები. ეს არის ფარმაცევტული კომპანიები. პრიორიტეტების ფორმირება ასევე დაკავშირებულია კომპანიის საქმიანობის გეოგრაფიაზე. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, კომპანიები ნაციონალური დონის აუცილებლად მხარს დაუჭერენ ადგილობრივ ხელოვნების ორგანიზაციებს და კომპანიები, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო დონეზე, ისინი ახორციელებენ სასპონსორო საქმიანობას ყველა ქვეყანაში, სადაც აქვთ მათ თავისი წარმომადგენლობები. სამიზნე ბაზარი ასევე განსაზღვრავს სასპონსორო პოლიტიკას. კომპანიები დაინტერესებულნი არიან მიაწოდონ ინფორმაცია თავის თავზე და თავის პროდუქტზე და თავის მომსახურებაზე კლიენტამდე. მაგალითად, მსხვილი ბანკები, რომლებიც ემსახურებიან ფართო მოსახლეობას, აუცილებლად მხარს დაუჭერენ მსხვილ რეგიონალურ პროექტებს ან დიდ ნაციონალურ პროექტებს. კომპანიები, რომლებიც უშვებენ VIP რაღაც პროდუქტებს VIP კლიენტებისთვის, ისინი მზად არიან ჩადონ თანხები სპეციალურ VIP ღონისძიებებში. შეიძლება ეს იყოს სპეციალური, ვთქვათ, საღამოები, იუბილეები და სხვა. არ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული ესეთი ფაქტორი, როგორც ხელმძღვანელის პირადი დამოკიდებულება. ეს ფაქტორი ძალიან აქტუალურია მცირე ფირმებისთვის ან საშუალო ფირმებისთვის. აქ უკვე დაფინანსება კონკრეტული პატარა პროექტების ხდება ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე. შემდეგი სუბიექტური ფაქტორი არის პროფესიონალიზმი და კადრების კომპეტენტურობა. აქ ჩვენ გვაქვს მხედველობაში ის თანამშრომლები, ორგანიზაციის ის თანამშრომლები, რომლებიც დაკავებულნი არიან სპონსორების საკითხებით კომპანიაში. ამ თანამშრომლებს აქვთ ინფორმაცია სპონსორობის სარგებლებზე, მათ აქვთ ინფორმაცია საგადასახადო შეღავათებზე და ამიტომაც ეს თანამშრომლებს შეუძლიათ დაუსაბუთონ ხელმძღვანელობას, რატომ უნდა დააფინანსონ ეს თუ ის პროექტი. ეს თანამშრომლები ძალიან მნიშვნელოვანია ფანდრეიზერებისთვის და ამ თანამშრომლებთან ურთიერთობაზე ხანდახან დამოკიდებულია ის დაფინანსდება ეს თუ ის პროექტი თუ არა. წინა თანამშრომლობის ისტორია ზეგავლენას ახდენს სპონსორობის აქტიურობაზე, როგორც სუბიექტური ფაქტორი. თუ ორგანიზაციას აქვს
წარმატებული წინა სპონსორობა და ამ სპონსორობის საფუძველზე მან მიიღო ის სარგებელი, რომელსაც ელოდებოდა, ამ შემთხვევაში ამ ორგანიზაციას აქვს სტიმული გააგრძელოს თანამშრომლობა კულტურის ორგანიზაციებთან და გააფართოვოს ეს თანამშრომლობა. თუ ეს არ იყო წარმატებული სპონსორობა, ამ შემთხვევაში კომერციული კომპანია შეიძლება სრულიად უარი თქვას სპონსორობაზე საერთოდ. კონკრეტული პერიოდის პირობები. აქ გულისხმება კონკრეტული პირობები, რომლებიც არსებობს შიგნით კომპანიაში და კომპანიის ირგვლივ. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდა კომპანიის ან ვარდნა. ზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იზრდება სასპონსორო ბიუჯეტი. თუ ეკონომიკური ვარდნაა კომპანიაში, მაშინ სასპონსორო ბიუჯეტი მცირდება. ამიტომ ფანდრეიზერებისთვის აუცილებელია კარგად შეისწავლონ კომპანია და ამის მიხედვით უკვე მიმართონ სასპონსორო მხარდაჭერისთვის. მეორე კონკრეტული პირობა არის ახალი ბრენდის გამოშვება, კომპანიის ახალი ბრენდის გამოშვება. ამ შემთხვევაში კომპანიამ ჭირდება ამ ბრენდის დაწინაურება ბაზარზე და ამისთვის უკვე გამოიყენება კულტურული აქციები. მაგალითად, თუ ჩვენ ვუშვებთ ახალ ღვინოს, ამისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელოვნების სფეროში პრეზენტაციები ან გამოფენების გახსნა და ეს ღვინო იყოს როგორც ერთ-ერთი სასპონსორო შენატანი. მესამე ვარიანტი ეს არის კომპანიის იმიჯის გაუარესება. ამ შემთხვევაში ეს იმიჯის გაუარესება თუ მოხდა კომპანიის იმიჯის გაუარესება რაღაც გარკვეული ვთქვათ მიზეზების გამო ან გარკვეული შემთხვევის გამო. ამ შემთხვევაში კომპანია დაინტერესებულია, რომ ეს იმიჯი იყოს შეცვლილი და ეს ნეგატიური იმიჯი გადავიდეს პოზიტიურ იმიჯში. ეს შეიძლება იყოს მიღწეული სპონსორობის ან ქველმოქმედების საქმიანობის საფუძველზე. მას ასე, ობიექტური ფაქტორების ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავიგოთ მიზეზები, რომლებიც სტიმულირებენ ან პირიქით აფერხებენ სპონსორობის განვითარებას. სუბიექტური ფაქტორების ცოდნა აუცილებელია იმისთვის, რომ გავიგოთ სასპონსორო თანხების გამოყოფის მოტივები. და როდესაც ფანდრეიზერები კარგად შეისწავლიან ობიექტურ ფაქტორებს და სუბიექტურ ფაქტორებს, ისინი უფრო პროფესიონალურად მიუდგებიან თავის სამუშაოს და უფრო კარგად შესძლებენ თანხების მოძიებას გარკვეული პროექტისთვის ან ღონისძიებისთვის. რამოდენიმე სიტყვა პარტნიორობის პერსპექტივებზე დღეს. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ შემდეგი მოტივები, ანუ პარტნიორობის შემდეგი მოტივები. ეს შეიძლება იყოს კომერციული სარგებელი, PR შესაძლებლობები, პოზიტიური იმიჯის გამყარება, გართობა ან სტუმართმოყვარეობა, კავშირის გამყარება საზოგადოებასთან. ყველა ეს მოტივი ჩვენ გამიხილეთ ლექციის დროს. ფანდრეიზერები კარგად უნდა გამოიყენონ ეს მოტივები, რომ მოიძიონ თანხები პროექტის ჩასატარებლად.